Globალური ტერორიზმის ხანაში იბადება კითხვა თუ როგორ გაასამართლონ სახელმწიფოებმა რელიგიური იდეოლოგიის საფუძველზე მებრძოლები და ტერორიზმში ეჭვმიტანილები. Ამ პრობლემების გადაწყვეტას სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები და ადამიანების უფლებების დამცველები ასე იოლად ვერ ახერხებენ. გაეროს უახლესი ანგარიში ზემოთქმულ საკითხს ეხება. Აი რას ამბობს ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი მანფრედ ნოვაკი. The main focus is on the United States of America because ანგარიში ძირითად ყურადღებას შეერთებულ შტატებზე ამახვილებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ამერიკამ ძალზე დახვეწილი პროგრამა შეიმუშავა, რომელიც ტერორიზმში ეჭვმიტანილების გატაცებას და სპეციალური ავიარეისებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულ საიდუმლო საპრობილეებში გადაყვანას და მომავალი ტერაქტების თავიდან აცილების მიზნით მათი დაკითხვას ითვალისწინებს. ნოვაკი ყველაზე მკაცრად ჯორჯ უოკერ ბუშის ადმინისტრაციის დროინდელ მაღალ ჩინოსნებს აკრიტიკებს. Მისი თქმით, გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლას ამერიკა სათავეში 2001 წლის ტერაქტის შემდეგ ჩაუდგა და ამ ბრძოლის დროს საერთაშორისო და თავად შეერთებული შტატების კანონმდებლობა დაარღვია. Enforced disappearances, torture გატაცება და წამება ამერიკის კანონმდებლობით დანაშაულად ითვლება. ჩვენს და თავად ამერიკელების მიერ ჩატარებულ გამოძიებებზე დაყრდნობით ყველა ის მოხელე, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა და ყველა ის, ვინც საიდუმლო ციხეების გამართვისა და წამების შემოღების განკარგულება გასცა, უნდა დაისაჯოს. ნოვაკი კანონის დამრღვევების ციხეებში გამოკეტვას ისურვებდა. გაეროს ანგარიში ნათელს იმას, რომ საიდუმლო ციხეები და წამება გლობალურ ფენომენს წარმოადგენს. აქ მოყვანილია იმ ქვეყნების სია, სადაც ასეთი სახის საპრობილეებია განლაგებული და სადაც ეჭვმიტანილებისგან ინფორმაციის მოპოვების მცდელობით წამების მეთოდებს იყენებენ. რამდენიმე ისლამური და აფრიკის ქვეყანა, ისევე როგორც რუსეთი, აცხადებენ, რომ ანგარიში ბევრი უზუსტობის ცოდავს და რომ მის ავტორებს ანგარიშის მომზადების აუცილებელი მანდატი არ გააჩნდათ. ამერიკაში კი ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნები გაეროს ადამიანის უფლებების დამცველ უწყებას აკრიტიკებენ და მისგან მომდინარე ბრალდებებს უარყოფენ. აი რას ამბობს შეერთებული შტატების ყოფილი წარმომადგენელი გაეროში ჯონ ბოლტონი. ის რომ თითქოს საერთაშორისო კანონმდებლობა ადამიანის საერთაშორისო უფლებების შელახვის გამო საიდუმლო საპრობილეების არსებობას გრძელავს, ისეთ ფუყე და მემარცხენე იდეოლოგიურ ფანტაზიას წარმოადგენს, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ უნდა უარყოს. უმჯობესი იქნება, რომ ამ უწყებამ ყურადღება ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და ბირმის მსგავს ქვეყნებში არსებულ ადამიანის უფლებების დარღვევებზე გადაიტანოს. ბოლტონი თვლის, რომ დაკითხვების დროს დახჩობის სიმულაციის და სხვა მსგავსი მეთოდების გამოყენება ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს წამებად, ზოგში კი არა. მისი თქმით, ბუშის ადმინისტრაცია ამ მეთოდებს ისე იყენებდა, რომ ადამიანის წამება არ მომხდარიყო. ამბობენ, რომ ამერიკის ხელისუფლება დატყვევებულ საწყალ ტერორისტებს აწამებდა, რაც იმას გულისხმობს, რომ მათ შანთებით დაღავდნენ, ფრჩხილებს აძრობდნენ და ელექტროშოკის მეშვეობით აწამებდნენ. ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები კი აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, გაასამართლებენ თუ არა ყოფილ მაღალჩინოსნებს, პატიმართად ჩაგვრის ფაქტზე ყურადღების გამახვილება სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს უფრო უძნელებს ტუსახთა წინააღმდეგ დაუშვებელი მეთოდების გამოყენებას. ზაქარია კიკნაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.